ეხლა მე სათხარი მექნება არეულობას ნუ შემოვიტან სოფელში იმიტომ რომ რამდენჯერაც არჩევნები მიდის იმდენჯერ მეორე არჩევნებამდე არსებობს ისეთი ოჯახები რომლებიც ერთმანეთს აელაპარაკებიან ძალიან გთხოვთ ისედაც დაზაბულია სვანი ხალხის გონება და არ გვჭირდება არეულობა კარგია მეორე რუსი ჯარი არ გვინდა რაც საქართველოს ამ გზაზეა ეს ყველაფერი რუსეთის გამო კი ბატონო ეს მეორე და მესამე თუ ყოფილხართ ამის მეტად სვანეთში რამდენჯერ მოყოფილა? ერთჯერ კი არ ყოფილა სვანეთში. ყველა ჩემი ბავშვი ყოფილა სვანეთში. ჩემი პატარა ცოტნეს გარდა 7 წლისაა ცოტნე. უფროსი 20 წლისა არის, მე 17-15 წლის. ყველა ჩემი შვილი სვანეთში ყველგან თითქმის ნაყოფია. ხო და ეხლა მოგახსენებთ თქვენ შეკითხვებზე. დაგისვამთ ეხლა და კი აი ბრძანეთ. რა გაქვთ აი მაგალითად სვანეთისთვის გაკეთებული? არა, მაქვს საუბედური ვერი გაკეთებული. გაზეთებში, ჟურნალებში ყველგან თქვენი წარმატებას კითხულობთ. მაგაზეთს გიპასუხებთ? გიპასუხებთ მაგაზეთს. გიპასუხებთ. კი ბატონო, ბრძანეთ. არა, რომ მოვასწრო. მე დამისვით, ჯერ გიპასუხებთ ძველ კითხვებზე. ხა ბატონო, დამელოდეთ, ჯერ გიპასუხებთ წინა კითხვებზე, შემდეგ ჩამეკითხეთ და სხვებზე გიპასუხებთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად როდესაც ხვდები, ახლა მე მესმის თქვენი რომ თქვენ განწყობა გაქვთ და მოგწონთ სააკაშვილი ეს თქვენი ნებაა, მე არავითარი საწინააღმდეგო არ მაქვს. რა თქმა უნდა, ოღონდაც მე მომეცით პასუხის გაცემის აი დამელოდეთ ხალხი შვილი ყავთ ციხეში სამჭიროა ეგრე ილაპარაკოს დღეს. თქვენი პოზიცია რომ თქვენ მოგწონთ სააკაშვილი არაფერი ამაში ცუდი არა. არც ნაციონალურ მოძრაობა. არა დაელოდეთ. მე გაგცემთ კითხვებს. თქვენს წინა პასუხებზე კითხვებზე გაგცემთ პასუხს. პეშკამი არა ვარ ასე რომ არც უნდა გახდეთ. იმან ნახევარზე მეტი მოიხადა და აწის რამენაირად გაძლევ და გამოათავისუფლოთ. არც უნდა გახდეთ არავის პეშკა. კალბატონო. მეორე პასუხობთ. კითხვებს ჩაგარ ჯერ გიპასუხებთ და ჩამეკითხეთ. გიპასუხებთ ჯერ კითხვებს და ჩაგეცნოთ. პირველი, თქვენ პირველ კითხვაზე გიპასუხეთ, ვიყავით თუ არა და ვიცი თუ არა სვანეთი და ძალიან კარგად ვიცი, მეც და ჩემო ოჯახმაც. სააკაშვილი როგორიერი ყოფილიყო ქალბატონო? მომისმინეთ? 2008 წელს და რუსის ჯარზე რასაც თქვენ აკეთეთ აპელირებას. სააკაშვილმა შემოიყვანა რუსის ჯარი ქალბატონო, თავისი გაუაზრებელი ქმედებებით. რომ სააკაშვილს იმის სანაცვლოდ, რომ ტანკები დაქოხა და თვითმფრინავები ასეა ჰაერში და დაბომბვა დაიწყო, იმის სანაცვლოდ, როდესაც გაუგებარი ფორმე ბანდები ესროდნენ, ორ სოფელს ბომბავდნენ, იმის სანაცვლოდ რომ 50 მაქსიმუმ 100 მოსახლე გამოეყვანა, გამოერიდებია რომ არავინ დამარცხებულიყო, შემოეყვანა ევროპელი და ამერიკული მონიტორინგი და დამკვირვებლები, ამით დამთავრდებოდა 2008 წლის ომი. ამის სანაცვლოდ მან გააკეთა უდიდესი სისულელე. ვერავითარი ძალები ვერ განსაზღვრა, ვერავითარი ანალიზი ვერ გააკეთა, დაქოქა ტანკები და დაიწყო ომი. ჩაერთო ომში და მივიღეთ ჭარბი ძალა. არავინ არ იფიქროს მე რუსეთს ოდნავ მაინც ვამართლებ. მივიღეთ გაუაზრებელი აგრესია რუსეთის მხრიდან, უდიდესი აგრესია და მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს თავს უნდა მოვთხოვოთ. იქ სააკაშვილი უნდა მოხსენილიყო გონიერად. იქ ერთადერთი სწორი გზა იყო შემოეყვანა დამკვირვებლები და არ უნდა დაეკოქა ის ტანკები და არ უნდა ეწია თვითმფრინავები. აი ის გააკეთა მან რაც სურდა რუსეთს. ერთ-ერთზე პუტინის მეგობარს მეძახიან აქ არიან ჟურნალისტები. ზუსტად რომ პუტინის თამაში ითამაშა სააკაშვილმა. აი რაც სურდა რუსეთს, ზუსტად ის გააკეთა სააკაშვილმა და მან მისცა საშუალება შემოსულიყო ეს ჯარი და რაც მოხდა, ეს მოხდა მხოლოდ მისი გაუაზრებელი ქმედებებით. თქვენზეც მას ეძახიან რომ პუტინის კაცია და რუსეთის სადა აქვს საბუთი, რომელი? აბა სანაირი. ამას ამბობენ საპირისპიროს. 10 წელიწადია რუსეთში არ ყოფილა. გასაგებია რომ იქ ვიშოვნე გონება. გასაგებია რომ იქ ვიშოვნე 20 წელიწადია ჩემ ქვეყანას უანგაროდ ვესახურები. სად აქვს ერთი მაგალითი რომ ჩემი ქვეყნის საპირისპირო რამე გამეკეთებინოს. მაგრამ სათქმელი სხვა არაფერი არ აქვს. ის რაც თვითონ დააშავა უნდა მე მომაწეროს. საქართველოს აბრალებსო, რომიზაც არაზოს არ მithქვს, რომ საქართველოს ომი დაიწყოს. საომარი მოქმედებები არ უნდა დაეწყოს სააკაშვილს. ამის სანაცვლოდ უნდა შემოეყვანა მას დამკვირვებლები, ჩაეწია, გაეყვანა სოფლიდან 50 ოჯახი და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. საპირისპიროდ მან აუწია რაც ჭირდებოდა რუსებს და კონკრეტულად შემოდიახ. შეიძლება აი თქვენ დავშვა თქვენი